არა კაცო, დაიცადე ვუსმენ ერთი ევროკავშირზეა ლაპარაკი. ეს ცხა რეკომენდაცია ხომ მოუქცეს. კორუფციას ებრძოლეთო და პოლიტიკურ პოლარიზაციასო და მაგის თქმას უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ევროკავშირისგან, ისედაც უნდა ვაკეთებდეთ მაგას. ჯე, მასწავლებელმა მეცხრე დავალება მომცადეთ ეგებზე გააკეთეთო. მაგრამ გავიკეთებია ჩვენ. მართლა კი არა მოგაწყუე. ისე რა მაგარ რაღაცას მივახციეთ ქართველმა ხალხმა. მერე გამოვლენ ზოგიერთი და ეტყვიან ჩვენი დამსახურება. წარფს არ შეიტყრიან. წარფს არ შეიხრიან არის ეგ, ხო? და გახსოვთ როგორ ჩვენც დავდივდით აქციებზე, ვაი, მე ნამდვილად რო ღირდა რა. რო შევალთ იმ ევროკავშირში, ხო, უკეთესი პირობები ექნება ხალხს და უკეთესი განათლება ბავშვებს, ეკონომიკა და რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა. კი, ნამდვილად იგრია. 5 ლარი ჩამერიცხა. 5 ლარი ჩამერიცხა თქვენ თავს პიცა ვარ. მზიაბებო წამოწოლილი ვარ და ნუაღრიალებს ტელევიზორსო. მე მგონი ასე მითხრა, რა ვიცი, კვილები არ უდევს პირში და ვერ გავიქე კარგად. იმე დავუწერ, ხო, აღარ მესმის არაფერი. რეფორმები, ხო? ისე კარგი ცხოვრება თუ გინდა, საჭიროა კაცო ეს რეფორმები. ისევ ქართველებისთვის არ არის კარგი. გადი მე რინგა რუსთაველს და მოითხოვე ეგ რეფორმები. და კიდე რამე საკონდიტრო რო გაიხსნა ჩვენ корпуსთან. სტატუსი რომ მიიღე, კი არ უნდა მოდუნდე. ახლა იწყება მთავარი და ახლა უნდა ვდგე და მივიყვანო საქმე ბოლომდე. ანასტასია, შენი ყავა დაგავიწყდა დალევა. რა გითილები ხარ დღეს ყველა? მიყვარხართ გულეები? ვიღაცა ჩამისახლდა მე მგონი. ინგა სათვალო კამერა დავიწიო, შენ რომ თხოვე, კამერა ლამფი. დედა რა კაია გოგო ძვირფასი. მაგრამ სადავაყენო ახლა ეს ამას ვფიქრობ. ამას სადაც გინდა იქ დაამონტაჟებ, გაერთად შეგეძლია და შეგნითაც. დღის ხედვა ხო აქ და ღამის ხედვა კიდე მაღალი ხარისხის. კაი, ნუ ყვირი ხარ, ყველას ნუ გააგებინე ახლა. დავაყენებ აქ ოთახში და იყოს. მიდი ახლა მომეხმარე, ამის დაყენება ძალიან მარტივია, ნატურასავით არის. მიდი იმსენაც დაუმაგრე ნატურის მაგიურად, მაინც არ თავხულმე. რა წერია ხედა? ესე იგი smartphone-თან დააკავშირებ მაგას და აკონტროლებ ყველაფერს 360 გრადუსით, ხო? კადრების გადახვევა შესაძლებელია და ხმასაც იწერს თურმე, რასაც აილაპარაკებ ოთახში გავიგებთ. მზად არის, დავაკავშირე ტელეფონი. სიტყვა არ თქვა არავისთან იცოდი, არც მზებებოს არ უთხრა და არც ომარიკოს. ინგა ამბანოში ლამპუჩა გადაინწო, შენო საბანაოდ ჩანდივა, რა გავაკეთო? ინგა! ესე კასეშენი სახშიან არის რა. გელამ სამაცაკ, ლამპუჩკა და მოხსნე. მე გამოცნაურები გამოუგონები. დედა რამდენი რაღაცა ვიყიდეთ ანასტასია 50 ლარში, დაიმახსოვრე ეგ მეორადები იცოდე, ხო? იმინა ჩამწყდა ხელები. მოდი ვიდეო კამერის ჩანაწერები ვნახოთ, არ გაინტერესებს? რა ხდებოდა სახშენეტა და ჯექმით და მე ჩავთავ. მაჩვენე ერთი. რა გოგო ეს? ზიებების ბანაობის კადრებია. ვიხევი. შენ უნდა მოკლავაშ ბატონო. ამოვიდა გუშინეს უდან ოფლიანი და დღეს უკვე ახველებს. არ მახველებს. ცოტა იქით მოკალი, რა მეტად ეკლა კინოს უყურებთ. არა უშო, და ჩემი სულეჩხობება ხომ ჩემ პატარადას. არ არის საჩხუბარი? როგორ გავაფრთხილე, არ ირბინა მეთქი გუშინ დაოფლიანდები თქო და არა, ირბინა ბიჭმა. ყურე რა. ეხლა უყური, იწვერებიანი კაცი ამ ბიჭს საჭირს ბარგალკით ფეხს. რა სისხლიან კინოს მაყურებინებ. კიჩუპი ხო არ ეხსელოტეს ხდება ძალიან. მე კი უნდა მქონდეს მაცივრის კარებში, მოგიტანთ ეხლავე. ომარიკო ეს ერთი ძალიან მეთქი და მაცივარში შეგიდგამშე, მოვიდე ეხლა მანდ. სათავი მალო. შენ ოთახში, საწოლსა მოაცალი მატრაცა და შიგნით ჩაძვერი ვერ გიპოვის. თეკლა კეჩუპიშვილ, საწავიდა ეს ვაჟ ბატონი. საწოლშია ჩამძრალ ინგადეი და მატრაცის ქვეშ. ნახე კეჩუპი როგორ მოუხდეს. აქ უნდა ჩამძრალიყავი ბიჭო, ამოდი ხლა დროზე. ჩამძრალი. მოდი გამოვდოთ ვაფშე ის კინო. ძალიან მაგარი დრამა იქნება ხა ჩვენ ოჯახში. შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვირებ კიდე ეგრე და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ეს ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბობს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა. ხო და მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მეზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი რა მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა, შენ არ გაქვს.
აბა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატაროო მარიკო რა. ცეკვაზე ხوار შევიყვანო. რა ცეკვაზე მინა ამას არაგდა თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქონდა ჩემო დახში წაიქცა და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყარა მე ვერ ვასწავლე. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. მარიკო ჩაგირთავე ხა მე შენ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე ომარიკო დაიცადე, აბა წავიდა. და რა არის ომარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. ვაიმე და აღარ მინდა ეს საახალწლო საჭმელები რა, წაიღეთ არ ვიცი. ინგა, გოგო ეს მოგიტანე ჩუჩმაჩე, ჩემი გაკეცებული. ვაიმე რამე კუჭმაჭებალია გოგო იმდენი რაღაცა მომრჩა მეც დანახვა აღარ მინდა სუფრის რა. მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო რაც ამ დღეებში ვჭამე და ცხოვრება თავიდან დავიწყო. მერიკო იქ დამცხარი მომაწოდიება. დედა ბავშვებმა რო ასე პეთქებელი ამოგიგდეს აივანზე შეგეშინდათ? კიო მარიკო მე მეგონა კორპუსზე დაინგრა მეთქი. შენ საიდან იცი რომ ამომიგდეს? მეც იქ ვიყავი ეზოში, მაგრამ მე ვეუბნეოდი რომ არა უგდოთ მეთქი. რა ხდება რამაზე ხომ მშვიდობაა? ჩვენთან კი მშვიდობაა, მაგრამ რაზმაძეები გაუქურდავთ, წაუღიათ ყველაფერი. დედა, გაიგეთხალ ხო, რაზმაძეები გაუქურდავთ. მე ჯერ კიდე როდეს ვამბობდი რომ პაროლიანი კარები დავაყენოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. რა სამ გოგო ჩემი შვილი პაროლის დამახსოვრებელია. დაბადების დღე რო აქ ხომე და 1 წელი მოემატება, 3 თვე კიდე ძველად საქმეს პასუხობს ხომე რო ეკითხებენ ამდენი წლის ხარო. კაი ერთი რა. ნიტა რა მოპარის რაზმაძიებს. შეიძლება თვითონ ის ხალი მოიპარეს ოჯახიდან სული. ზედრო უკეთია ხომე ყველაფერი საყურეები, ყელსავამები და ბიჭდები. მაგიტო დავარქვით მე მაგხალს მედალია ფარაონა. ოქროებით რო ჩამოდის მაღაზიაში რომ ზეთი იყიდოს რაღაცა 70 ტრენი ბაზდაკლებით. ვინმე და ჩემთან შემოსულიყვნენ ქურდები, გაბატანდი ამ საჭმელებსო. დედა მოდი ჩამოგვიჯექი რა, ნაზიკო და მე ვიხსენებთ ძველ ამბებს. მოდი რა მზიადეიდა, ვაიმე როგორ მომენატრე, სულ რო იჩხუბებოდი ხოლმე ამას. მაგრამ ის უბედური ახალი წელი მე არ თამავიწყდება. შენ იქმნის ვაჟკაცობა, როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი გამეგლიჭა. დოდო რა ვახარ, დოდო, ბედნიერი 2014 წელი ჩემოკარგო. ვაიმე ინგა ჩემოკარგო, მეც გილოცავ მრავალთა ეს წარი, მაგრამ საიდან მოდიხარ გოგო, მე შენ თითქოს სახლში მგონი ხარ და ეხლა დაგინახე რაღაცა 15 წუთის წინ შენ ქმართან და დადიოდი სახლში. დილიდან გასული ვარ კაცო სამსახურში, ეხლა ავდივარ სახლში და რაღაცა სუფრას მაინც გავაწყობ რა. გოგო მითხარი ეხლა შენ მამუკა უმუშევარია კიდე? ჩემი ბიჭი მოეწყო აგერ ფუნიკული ორში და იქნება ვაკითხი რომ რაღაცა ვაკანსია იყოს. აი მე რა ვიცი გოგო მაგაზე როგორ შეგაწუხო. გოგო კითხვას რა გაუდგას წინ? მიდი აირბინე სახლში ჩემოკარგო მრავალს და ეს წარით. კაი. მამუკა მოვედი მოდი გამომართვი ეს პარკები რა. მამუკა ურა დაყრუდა რა. ოხჩი მირა ვიცია საძე მოვალო სახლში და 4-ია ჯირო. საათ ხარ ბიჭო? რა ხდება აქ? გამარჯობა. მე მეგობარი ვარ. ჯერ კაბა ჩამოიწე და მე მელაპარაკე. მამუკა ამიხსენი რა ხდება აქ? ინკასატორია რა, გაყვანილობებს ამოწმებდა რა. რას მელაპარაკები ბიჭო? ინკასატორები ბადეკალკუტკები დადიან კარდაკარ. შეხედე ჯერ როგორ აცვია. აბა ეხლა ადექი დაუგდე ჩემი სახლიდან. კაი რა გჭირს სტუმარს როგორ აგდებ სახლიდან თუ? სტუმარს კი არა შენს გაგდებ სახლიდან. ახლა მეწაბზანდები და უკან მოსულს აღარ გნახავ არასოდეს. რა სახლიდან მაგდებ ბავშვებს უმამოტოვი? კაცად შენ არ მარგიხადა, ვის რა თუნდა მაგნერი მამა გამაგებინე. თვეების ომარიკო გჯობია შენ ვაჟკაცობაში. იმას ერთი უთხარი და პაპერში აღარ უქმნია იმის მერე. ხელი გაწია ეხლა, თორე ავიღებს და დაგაჭერდა სადაც საჭიროა. მიყევი ინკასატორს. დეგენერატი. უი ანასტასია დე, დავჭით მარტო. კარგით ხო აღარ გვინდა ეხლა ეს ამბავი რა. ახალ წელს გილოცავთ კაცო, ბედნიერი წელი გქონდეს. ტუალეტი რომელმა დატოვა ჩამოდაცხავე. კანალიზაციის სუნით გასაცივისა ვერ გავანსხავე რა. მე მაგსაცივს არ შევჭამ. კანალიზაციის სუნისგან თუ ვერ გაარჩიეთ.
დედა რა დროს კანალიზაცია ხალხო მოვიდა ახალი წელი რა გჭირთ მოიტანე ეგენი სუფრაზე რა დი ასაფეთქებლები როდის უნდა ვისროლოთ არანაირ ასაფეთქებელს არ ვისვრით ცხოველები არიან გარეთ და ეშინიათ თან შენ მეკვე უნდა იყო კაცო გახვალ 12-ზე გარეთ და შემოყრი კამპეტებს სახლში აუ მე მეზარება არ მინდა კამპეტების შემოყრა თან მაშინ დელივით ისევ მეჩხუბები რაზე გეჩხუბე მე ეგეც თქვი სახლში შემოყარებელთი კამპეტები და გადაყარე შენ სადარბაზოში მოარიალა რა წამოკრიფეს მე მეზობლებმა იძვირფასი ყარაყუმის კამპეტები იმ გამკეთებისალათში ლობიოს მარცვლები რატო ყრია რატო ყრია ლობიანი ხო გავაკეთე მომრჩა მე მოხარშული ლობიოს მარცვლები და ხო არ გადავყრეთი კაცო მოვაყარე ლამაზად სალატზე აბა წეზე ხაჭუქები ჰანში დალოცილი იყოს ეს ოჯახი ეს მიწაწყალი ჩემი სამშობლო ქართველი ხალხი მრავალჟამე ხაროთ ამ მიწაწყალზე ქართველებს მრავალჟამეა აუ ბებუშენერი თაობა რომ მოდის წმუნდები რო არ გადავშენდებით ჩირს გაგვიმარჯოს ყველას აუ დირას ხიამჭიქაში შინდისწვენია ეგ არა ბიჭო ხინოს დაგალევინებდი ახლა ამ სიკეთის დროს რა რომ მომეწამლო სამაგიეროდ უკვე სრულწლოვანიშვილი დელევს დამოუკიდებლად ამაღამ ინგა ხომ მომცემუფლებას მეკლე მოგვივიდა ალბათ დედა ნაზიკო ჩამოხვედი გოგო აბა როგორ ახარ თამო როგორ არის ჩვენი თონე გოგო ხო ამუშაობა არი გოგო მარ არის გავწყდი წელში ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არი გირო დაგიდგება მე მერისთვის ვარ გოგო აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის ჩამოჯექი მან და მიდი სანამ ამოვა ის ცომი ყავას მოვასწრებთ სადმე მიდიხარ რა ვიცი მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო ნახილობაში ხო ვარ დაპატეჟებული კლარა შვილიშვილის და კლარას გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში შარშან უი გოგო მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე აი მე მაღაზია ვფიქრობდით ამო წუხელის და რო ვიანგარიშე მოდი 8+1 გავაკეთოთ ჰა თორე წავალთ ზარალზე ყოველ მეორე და მესამე პურსზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს ოჰ ლალი რა ვახარ ლალი სად დაიკარგე გოგო ზდრასტი გოგოებო რა ვიცი დავრბივარ საქმეებზე თონეს ხსნით ხო იცით ახალი წლების მერე ხო აგერ გვერდზე გარაჟს აკირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო თონეს ხსნით ესე იგი ხო წარმატებები ჩემო კარგო აბა თქვენ იცით კარგად და სანამ გახსნა თორეს გაეყოლებინა ერთი ორი პური ხო შეიძლებოდა არა ერთი კრიჟანი რო იტყვიან რო შევა უკან იყურებაო რა ჩემებთანაც ჩავალ გურში მარას ვიზავ შეხედე კიდე ლალი მოდის რა ხდება ლალი გოგო რა შეწუხებული სახე გაქვს გასაკლეჯათ მინდა ეს თხელაძეები რა ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში ქირავა უკვე კარგ ფასად დღეს ვიღაცამ დაგასწრო დედა რას ამბობ გოგო კაი შენ მაღაზია არ იჯავრო კაცო ეგ არ იქნება სხვა იქნება კაი მიდი ლალი მიდი სხვა მიქირავა კი მე ვიქირავე გოგო ტონეების მაგნატმა დი მკვდარი ჩიტი მოვიყვანე ეზოდან აი მე რა მკვდარი ჩიტიო მარიკო დაგეტოვებინა იქ კაცო საჭმელებს ვაკეთებ აქ მე საახალწლოდ რა გინდა ინგა ჩიტის ძიერ მოაკლდება ჩვენ სუფრას რა უნდა უყვე ხა მაგ ჩიტს უნდა დავმარხო დესად დავასაფლაო რა ვიცი ხა მიწა არა მაქვს სახლში და ვაყარე მიდი ის პარკეტი და დაასაფლავე შიგნით შეხედე მართლა მიდი გამოდი ხლა აქეთ ვასო მითხრა რომ ტუალეტის ქაღალდში გაახვიდე და ჩამოიყვანე ეზოში დავმარხოთ აჰა ეზოში უნდა ჩახვიდე ესე იგი კიდე მიზეზი მოგეცა რა გინდა ასად არ ჩახვალ ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო დადეეკ ჩიტი მანდ ვახ ნიტრით გარდაიცვალა ეს ჩიტი საბრაუდოდ გულით გალურჯებულია სახეზე ძალიან გაიგე ახლა შენ რა გულით მოგდა თუ სიბერით ეგ დაგატირებს ომარიკო ჩიტი რომ მოგდა მე როგორ ნერვებს მიშლის ახლა წადა შენ თახში იტირე მე დაასაფლავე ეგ საღამოს დი ჩავდივარ მე ეზოში უნდა დავასაფლაოთ ვასოც მომეხმარება სად არის ჩიტი აქ როიდო მე რა ვიცი ომარიკო სადაც დაასვენე ცხედარი მანდ იქნება მოძებნე კაცო რა საჭუჭუმად ხარ ბიბო მოიცადით ეხლა რის ჩახოხბილი ვჭამეთ ჩვენ აუ ჩემი ჩიტი ჩახოხბა დი შენ და ხორცის გემო აქ
ვაიმე არ შეჭამოთ ეგ რა. კონიაკის მაგივრად შემწვარი კატლეტის ზეთით დავნამე ეგ ტორტი. ჯაკინი? აუ, იმინე საოცრება იქნება. იმედია ტოლმაში ქათმის სალატ არ შეახვიე. ინგე ტორტი აღარ გამოაქვს, თორე სოფელში გავბრუნდები დღესვე. საღდეს საჭმელს გემოქონდა. ინგა მადარცა 24 საათიანი მომსახურება, 29 და 30 დეკემბერს. შეგვიძლია მაგათად მივიდეთ ფილიალში და ვიყიდოთ. ამაზე გემრიელს მეც რა შეჭამ. ხო, ხან თუ თხარი რომ ხორცის გემოიანი ტორტი არ მოგცენ. ვაიმე, ერთხელაც ხარ მეცა და ჩემით გამოცხობა, ჰა. აღარ დავნამავ კატლეტის ზეთით და ეგ იქნება. არ გამოაცხო თუ ოდნავ მაინც გიყვარ შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანის ორგანიზმი. დი არ გამოაცხო, თორე ტუალეტში ისე ვერაფერს ვიზავ ხოლმე. მოდი ერთხელაც ვცდი რა და თუ არ გამოვიდა მე ვიყიდოთ მადარტი. ინგა რა შვებია? რატო აღარ ეცხოვ რა მოხდა? არაფერი. კაი, თქვი მიდი. გამოვაცხე, მაგრამ ბოლოს დოგვი დავკრე მე ტორტი. სახალხო საყიდლებზე მოვედით, როგორ მიყვარს? დაიცადეთ ახლა სიამაყ და გადავნაწილდეთ. და რეები მიუწერია ყურეთ მზიაბებოს. გარციცა, სასისკი, მეიონეზი. აუ, ეს სახალხო სალფეტკები ვიყიდოთ რა, შაშანაც არ იყიდე. რატო არ ვიყიდე მე ეგეც თქვი? შეხედი აგერ უბრალოდ სალფეტკი ლარი და 40 იღებს და კიდე 670. დიდი ამბავი ახლა ირმებიანი სალფეტკი თუ არ მოიწმინდე პირი რა. წავალ მეკით ვიყიდი კამფეტებს. ომარიკო გამომყევი ბედნიერებისკენ. აუ, ეს ლურჯი კამფეტები აღარ ვიყიდოთ რა. შაშა რო გული გვერეოდა ყველას, მაგრამ მაინც რო ჭამდით. დედას რო უნდა გადაყრა ფული მაგ გადახტილიო. ეგ კამფეტი იყიდა თვებიანი და კიდე შეხედი ორი კალი არაჟინის გამოჩხუბობს. ვახში. არაშანი ჩაარტყა თავში. სუგა გიჟდა ეს ხალხი. დედა მარტო სამი შეყრა კამფეტები აიღეთო, წამოსალაროსკენ. ინგა აქეთ მოდი. რა გიჭირავს ეს ხელში? არაჟანია. ერთი ცალი იყო დარჩენილი და რა იყო რა გაოცებული იყურები, ვერ გავიგე არაჟანი არ გინახია? აუ, ნახე რამდენი ხალხია სალაროსთან. გავაკეთე უკვე რაც მასწავლე. ხო, მიდი დაიწყო ყვები თომ გული წაგივიდა და ეციაკ და ეს ხალხი რო გამოწვიდება სალაროდან, მე შევარდები უცბად წინ და გავატარებ პროდუქტებს რომ მალე წავიდეთ რა. ღმერთური ხდება. ვაიმე, ბავშვს გული წაუვიდა. დედა საწყალი დაეხმარეთ რა. ბიბო, საშოპინგოთ მოგიყვანი, მაგარი ფოტოსები უნდა გიყიდო. მიდი ახლა შენ და ვიშოპინგოთ. შოპინგი. შობის დღესაც წავალზე რა წამომიყვანე თან. ხო, ზუსტად მაგის გამოქვია შოპინგი. გამარჯობა, ბიბო, ჩემი უნდა გამოუბრანჭოთ. ვათხოვებთ. ვაიმე, გილოცავთ ქალბატონო სიყვარულს ასაკი მართლაც რომ არ აქვს. ფეხების დასიებას აქ ასაკი სამაგიეროთ. დამაჯინე ერთი მაქვს კამზე. რა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ ბებიასთვის? ვახ, გოლდენგუსები. ვაიმე, კი გოლდენგუსები ძალიან ბევრ ფერში, აი დაათვალიერეთ მანდ. აუ, კი ძალიან მაგარია. თან ახლა ფასაკლები გვაქვს სულ კოლექციაზე. მიდი ახლა მიყიდე ფოტოსები რომ გაიგიჟე თავი. 99 ლარიან მოდელებია აგერ. ჩამოშვილიშვილია, ეს რესტორანში მუშაობს, თავის შემოსავალი აქვს. გაიგიჟე თავი რომ ბებო პატივი ნახცეს ახალწოდ და წავმეყვან აგერ თქვენთან. სპიკერ აპში. სნიკერ ჰაბი ქვია ქალბატონო ჩვენს მაღაზიას. რა თქვენ შველა ვერ მომეგა. სნიკერ კარგით, არაფერი. აი არჩიეთ, 99 ლარიანი მოდელებიც მანდებს. აუ, ყველაფერი მომწონს. ეხლა ჩემმა მეგობარმა თეკლებურგენიძემ განვადებით შეიძინეთ შექმები. აქ რო გული წავიდა მაშინ ხო გახსოვთ? მაგ გუგუმ. ინგა, გამოვიქცევი ახლა აქედან. 1 საათია მაღაზიაში ვარ და ფეხსაცმელი ვერ არჩია. დაურეკე რომ წამოვიდეს. ხანძარი გაჩნდა, ვარ ვიცი რამე მოიფიქრე. ანასტასია მე მგონი ვიპოვე საჩემო ფეხსაცმელი. შეხედე როგორ მიხდება. ვაიმე. ეგ ფეხსაცმელი ჩემია ქალბატონო. მთელი ღამე გავათინე წუხელის. ვინც ეს ქალაქის ჩაბარება მოიგონა მართვის მოწმობაზე. უნდა გაიხსნას ქალაქის ჯავშნები და ველოდები. მოსასწრებია. რა ღამე გაათენე, გოგო? აქიჭექი მთელი ღამე მართლა გათხოვაც გამორთული იყო. დედა რას უკავს თვალები? ხო და თან შემამცივნა. ბოლო 1 საათში სამჯერ ვიყავი უკვე ტუალეტში. აუ რამე წამალი დამალევინე რა. ეგ თიკო იქნება, გიხოცები გავუღეკარებ თორე მე რო ავდგე ისევ ტუალეტში მომინდება.
ინგა და გამარჯობა. ანასტასია ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე. ხო არ დაგიჯავშნია ჯერ ქალაქი. ხო და ამ საიტზე დარეგისტრირდი მიდი. მაჩვენე. გაიხსნა წერტილი G. ვა, რა საკაიფოა. 4 ლარი ღირს თან ერთი თვე. ხო და ეგრევე გაგაგებინებს ქალაქის ჯავშნები გაიხსნება თუ არა და მოასწრებ. დედანეტა აქამდე გეთქვა შვილო ეგ საიტი ღამე გაუთენებია წუხელის. აჰა ეს წამალი დალი ანასტასია და ესეც მიაყოლე. აუ რა ბანძი ხარ გოგო. ღამე ისედაც არ იხსნება ეგ ჯავშნები და რა მეკათენებინა. აუ რა ვისუ გამოუშტერდი. ეგა რეგისტრაციაც გავლიდია. ეხლა შემიძლია რომ შვიდად დაველოდო. თიკო ყავას ხო დალევ. აუ კი. მიდი დაადგი, მე ტუალეტში შევალ უცბად. და როგორ გაათენა, როგორ ბრაზდები და. ხო, თან გაციებულა, მაგრამ კაია გაციების წამალი რომ მიეცით უშველის მალე ეგ. რა გაციების ძილის წამალი მივეცი კაცო იქნება დაიძინოს. ვაი, მე ქალაქში ჯავშნები გაიხსნაო. ანასტასია! გესმის? ანასტასია, გაიხსნა გოგო ჯავშნები, გამოდი.